1922 წელი საქართველოს იბრძვის განათლებისთვის. პირველი უნივერსიტეტი უკვე დაარსებულია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე სტუდენტები ჯერ კიდევ არაფორმალურ მეცნიერებად თავს უყრიან კვლევასა და კითხვას. კათედრებთან იქმნება წრეები, პატარა ნაპერწკლები, რომლებიც დიდ ალად უნდა იქცეს. სწორედ ეს წრეები ხდება მომავალი სამეცნიერო მოძრაობის ჩანასახი. ამ წლიდან ზუსტად საუკუნის მეოთხედის გასვლის შემდეგ აწ უკვე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტებში სახელმწიფო განკარგულების წინსწრებით ისახება იდეა, რომ უნდა შეიქმნას სტუდენტთა ნებაყოფლობითი სამეცნიერო გაერთიანება. ამ მიზნით 1957 წელს ინსტიტუტში არსებული სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. იქ მყოფი სტუდენტების ერთმნიშვნელოვანი თანხმობის ფონზე ხელი მოაწერეს სამეცნიერო წრეების გაერთიანების შექმნას, რომელიც მსოფლიო მასშტაბის მეცნიერის, ქართველი ფიზიოლოგის, ივანე თარხნიშვილის სახელობის ქვეშ მოექცა. ამ მომენტიდან მალევე 1958 წელს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის სახალხო კომისართა საბჭომ გასცა განკარგულება. ქვეყნის ყველა უმაღლეს სასწავლებელში შექმნილი იყო სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოებები. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი ამ განკარგულებას მზად დახვდა და იმჟამინდელ სტუდენტთა სამეცნიერო წრეების გაერთიანებას ეწოდა სახელი ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება, რომლის თავმჯდომარედ მისთვის ყოვლად მოულოდნელად ალთანდილ გელაშვილი აირჩიეს. თავი პირველი, დასაწყისი. 1957 წლები. როდესაც 1957 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში საფუძველი ჩაეყარა სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოებას, მას უკვე მოჰქონდა მომავლის სუნთქვა. საზოგადოება მალევე ხდება სტუდენტთა სამეცნიერო უნარჩვევების გამომწრთობელი, ნიჭისთვის მიმართულების მიმცემი და შრომის არეალის შემქმნელი. საზოგადოების პირველი დეკადის პრეზიდენტებმა ალთანდილ გელაშვილმა, გაიოს ვასაძემ, გურამ გურგენიძემ, გივი გონჯილაშვილმა, ნუგზარ ტატიშვილმა შეძლეს საზოგადოებაში 7 სექციის ჩამოყალიბება. 1958 წლისთვის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ქირურგიული, თერაპიული, მეანგინეკოლოგიური, პედიატრიული და ფარმაცევტული სექციები 47 კათედრალურ წრეს აერთიანებს. ახალგაზრდა მეცნიერებმა ზუსტად დაიწყეს ნაშრომების აღრიცხვა, თემატური კონფერენციების ჩატარება და საუკეთესო ნაშრომებისთვის რეკომენდაციის გაწევა საქალაქო დონეზე. 1953 წელს თბილისში გაიმართა უპრეცედენტო მასშტაბის კონფერენცია, რომელსაც ესწრებოდნენ სტუდენტები მოსკოვის, რიგის, ასტრახანის, კაუნასის, მინსკის, ვილნიუსის, ერევნის, კიევის, ლენინგრადის და სხვა უნივერსიტეტებიდან. 1957 წელს საზოგადოება უკვე 400-მდე წევრს აერთიანებს. იმავე წელს გამოიცა შრომათა კრებულის პირველი ტომი და სტუდენტური სტენდები გაგზავნილი იქნა მოსკოვში გამოფენაზე. 25 სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც მე-6 მსოფლიო სტუდენტურ ფესტივალს მიეძღვნა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტს ეწვივნენ 15 ქალაქის 17 უნივერსიტეტის სტუდენტები და წარდგენილი იქნა 54 მოხსენება. ეს იყო ახალგაზრდათა მეცნიერული ღვაწლის პირველი აღზევება. თავი მეორე, გაფართოება და საერთაშორისო სცენა, 1957-67 წლები. გელა ლეჟავას, ზიგურდ ზურაბიშვილის, მიხეილ გამყრელიძის, მიხეილ ჭელიძისა და თემურ ჯორბენაძის ხელმძღვანელობით საზოგადოება გარდაიქმნა. გაუმჯობესდა შრომების ხარისხი, გაფართოვდა თემატიკა და დაინერგა თანამედროვე კვლევითი მიდგომები. 1959 წლის 27 კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 57 მოხსენება, მათ შორის სტუდენტების ასტრახანიდან, ბაქოდან, გორკიდან, ერევნიდან, მახაჩკალადან, სემიპალატინსკიდან. გამოიცა შრომათა კრებულის მეორე ტომი, ჩატარდა სოციოლოგიური კვლევა ოპტიმალური სამეცნიერო მუშაობის ორგანიზაციის შესახებ. 1963 წელს იმართება სიმპოზიუმი გასტროენტეროლოგიაზე, რომელსაც ესწრებიან სსრკ-ს 10 სამედიცინო ინსტიტუტის წარმომადგენლები. 1964 წელს რიგაში მე-7 კონფერენციაზე წარდგენილი ნაშრომი ბავშვთა ორთოპედიაზე მეგრელაშვილისა და დავით აიას შესრულებით პირველი ხარისხის პრემიით ჯილდოვდება. მეგრელაშვილმა ყარაგანდაში მოხსენება გერმანულ ენაზე წაიკითხა. 1965 წლისთვის საზოგადოება უკვე 1000 სტუდენტს აერთიანებს. თავი მესამე, სტრუქტურა, დიალოგი და იდეები, 1967 წლები. სერგო თაბაგარისა და გოგი ბოჭორიშვილის პრეზიდენტობისას საზოგადოება სტრუქტურულად გამყარდა. 1968 წელს უკვე მოქმედებდა 51 სამეცნიერო წრე.
გაიმართა ერთობლივი კონფერენცია თესაუს ბიოლოგიურ ფაკულტეტთან გენეტიკის თემაზე, რომელიც თესაუს 50 წლის იუბილეს ეძღვნებოდა. 1970 წლის კონფერენციაზე 37 მოხსენებიდან 16 სხვა ქალაქების სტუდენტებმა წარადგინეს. შეიქმნა მეთოდური რეკომენდაციები, განისაზღვრა ორგანიზაციული წესდება, დაინერგა შიდა აკადემიური მართვის სტრუქტურები, დაამყარდა კავშირები სოფიის, ბელოსტოკისა და ვარშავის სამედიცინო აკადემიებთან. 1972 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ ვილნიუსის მე-14 სტუდენტურ კონფერენციაში. 1973 წლის კონფერენციაზე სახელწოდებით სამეცნიერო საზოგადოება, მომავალ მეცნიერთა სამჭედლო, გიორგი ბოჭორიშვილმა წარმოსახვითი სცენარივით გააცნო საზოგადოების მიზანი აუდიტორიას, რის გამოვლინებადაც 1976 წელს სტუდენტთა ლაბორატორია შეიქმნა, ხოლო წლის ბოლოს უკვე 1200 სტუდენტი იყო ჩართული სამეცნიერო მუშაობაში. თავი მეოთხე, პიკის წლები და ინტელექტუალური აფეთქება, 1977-87 წლები. გიორგი ფიჩხაიამ და დავით ტატიშვილმა ორგანიზაციის ისტორია ყველაზე მასშტაბურ ათწლეულად აქციეს. 1977 წელს გამოვიდა შრომათა მეოთხე ტომი. 1991 წლიდან კათედრებთან მუშაობა გეგმების მეშვეობით სტრუქტურირდა. პირველკურსელები ხვდებოდნენ მედიცინის ვარსკვლავებს, თამარ დეკანოსიძეს, არჩილ ასათიანს. შეიქმნა სტუდენტთა საინფორმაციო შტაბი, რომელიც ხელს უწყობდა კვლევით მუშაობაში ჩართულობას და ბიბლიოგრაფიული მხარდაჭერით ამარაგებდა სტუდენტებს. 1980 წელს 43 კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 196-მა არაქართველმა სტუდენტმა. 1991 წლის 44 კონფერენცია კი მართლაც ეპოქალური იყო. 80 სამედიცინო სასწავლებელი, 29 სექცია, 424 მოხსენება და 2000-მდე წევრი. საზოგადოების პიკად შეიძლება მივიჩნიოთ. 1984 წელს ლექტორიუმზე მოწვეული იყო გამოჩენილი იმუნოლოგი და იმუნოგენეტიკოსი, იმუნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი რემ პეტროვი, რომელსაც აღფრთოვანება ვერ დაუმალავს იმ მიღწევებით, რომლებსაც სტუდენტები ედგნენ სათავეში. 1985 წელს გამართული 42 კონფერენცია კი კულტურულ და შემეცნებით პროგრამებსაც აერთიანებდა. თავი მეხუთე, რწმენის ხიდზე, 1987-98 წლები. 7 პრეზიდენტმა, გიორგი ხულელიძემ, დავით ქაჯაიამ, დავით კოხაძემ, დავით ჯიქიამ, მიხეილ პაპიაშვილმა, ირაკლი ჯანგულაშვილმა და ლევან მაყაშვილმა რთულ პერიოდში დაიცვა საზოგადოება. 1990-იანების პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა კრიზისმა მძიმე დარტყმა მიაყენა მეცნიერებას. დაფინანსება შეწყდა, ლაბორატორიები დაიცალა, სტუდენტებს კი კვლევისთვის საჭირო პირობები მოაკლდათ. თუმცა არც წარსული გაქრა და არც იდეალი. ტრადიციას შეენარჩუნა სული. თავბებმა გადასცეს ერთმანეთს ღირებულება, რომელსაც წლების განმავლობაში სტუდენტური სამეცნიერო საზოგადოება ქმნიდა. ბოლოს კი თქვენ, ვინც დღეს ამ დარბაზში სხედხართ, ხართ რა ჩვენი სტუდენტების პროფესორ მასწავლებლები. მინდა პატივისცემა დაგიდასტუროთ და სიყვარულის გამოხატულებად წარგიდგინოთ თქვენი სტუდენტობის დროინდელი შრომები, რომელთა მოპოვებაც შევწელით. ვიმედოვნებთ მომავალში გულნაკულს არავის დავტოვებთ და შევძლებთ ყველა იმ მასალის აღდგენას, რომელიც კიდევ ბევრი ჩვენი პედაგოგის სტუდენტურ შრომას აერთიანებს. მადლობა ყურადღებისთვის.